მოხუცებულთა დახმარების პროგრამა გურჯაანის მერიაში. ადგილობრივი ხელისუფლება ასაკოვან ადამიანებს ყოველწლიურად რამდენიმე მიმართულებით ეხმარება, მათ შორის 95 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს ერთჯერადად 300 ლარს გადასცემს. მარტოხელა მოხუცებს კი ყოველთვიურად უფარავს საცხოვრებელი სახლის ქირას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამაში მუდმივად ითვალისწინებს ხანდაზმულთა საჭიროებას. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა არის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მარტოხელა ხანდაზმული ყოველთვიურად იღებს დახმარების სახით 300 ლარს ბინის ქირის გადასახდელად. გასულ წელს 20 ამ პროგრამის 20 მოსარგებლიდან 3 იყო სწორედ მარტოხელა ხანდაზმული. ასეთივე პროგრამა არის ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც გაიცემა 95 წლის ასაკის და მეტის ხანდაზმულზე წელიწადში ერთხელ. 2024 წელს ამ პროგრამით ისარგებლა 26 ბენეფიციარმა, ხოლო მიმდინარე წელს უკვე ერთი ხანდაზმული მიიღებს ამ დახმარებას. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის სხვადასხვა პროგრამით საერთო მოსარგებლეთა 60-70% არის სწორედ სოციალურად დაუცველი ხანდაზმული. ეს პროგრამებია სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება და ყოველდღიურად სოციალურად დაუცველი ხანდაზმულის ერთჯერადი საკვები უზრუნველყოფის პროგრამა.